საბავშვო ბაღში ვმუშაობდი სადღაც 4 წელი. ხო და ის პოლიციამ გამაჩერა და მეთქი არაფერი არ ამბობს საბავშვო ბაღის აღზრდელი ვარ და მომწეს ეგრევე. მაგარ კაიფშეო კაცი და ბაღის აღზრდელი არ გაგვიო წამათრიეს დიღმის განყოფილებაში. თუ გქონია თქვენ შეფთხება რომ პოლიციასთან რაღაც ინციდენტები. როგორ ის მართლა აღზრდელი იყავი რა რეაქცია? ხო, არაფერი წადი აქედან. რა უნდა იქ. ჩვენ 2018 წელს დაგვიჭირეს მე და ვახო 10 დღით ვიჯექით მაშინ რა ქვია. აი სადაც ჩვენ ჩაგვსვამდნენ სავარაუდოდ დიღომში. აი მან ვიჯექით 10 დღე. მოსაწევის გამო. მოსაწევის გამო ოღონდ ვიღაც ადამიანის იჭერდნენ, რომელიც ყვიროდა იაგო, ვახო, სურა ოფისის წინ იჭერდნენ, დაგვე მიშველეთ და ჩავედით რა კაცი ვიღაცა ყვირის. და ნუ აღმოჩნდა ვიცნობდით ამ ადამიანს და არ გავატანეთ პოლიციას. ან უთხარით რომ ლეგალიზებულია უკვე მოსაწევი, ან თქვენ რაღაცა ძველი რაღაცით მოძრაობთ, კაცი მოსაბსაბად მიყავთ, ეს უკვე აღარ არის სავალდებულო. ანუ მართლა უკანონო მოთხოვნა ჰქონდათ ამ კაცის მიმართ. მას ვერ აღმოუჩინეს ვერ ნარკოტიკული საშუალება გაჩხრეკვის დროს. იძახდნენ გადააგდო ესაო, ისაო, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ არ აღმოუჩინეს, ეს ვერ აღმოუჩინეს და ჩვენ დავიჭირეს 10 დღე პოლიციის დამორჩილებას. ის გაუშვეს. იმედია იმ პერიოდში მაინც შემოგიგზავნა. არა, ნუ ხა ეს ხო კი არ იყო და რაღაცნაირად ანუ პერიოდში არ დაკვლებია მოკლედ მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ მაშინ პირველად მივხვდით, რომ აი ამ ქვეყანაში ხო სუიციდი რომ რაღაც რამე შეიცვალა თუ არა. და შემთხვევით ხო არსებობს რომ შევარნაზის დროს რაღაცა პერიოდი რაღაცნაირი ის იყო რა სამართლიანობის ძიების რაღაცნაირი გზები, მიშას დროს რაღაცნაირი გზები იყო. და ქოცების დროსაც რაღაცას გზების შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შენ მივხვდი რომ უბრალოდ საკუთარ მაგალითზე თორე ისე 100% არ მიცოდი კაცო, იმ დღეს რამე გავიგე, მაგრამ საკუთარ მაგალითზე ის რომ არაფერ შუაში არ არის კანონში დაწერია. ზოგადად და თუ შენი დაჭერა უნდა ვიღაცა ამას ყოველთვის მოძებნის. ხო, ყოველთვის მოძებნის. და იდეაში ჩვენ მაშინ მივხვდი რომ ჩვენ ამაზე უარი არ ვთქვით როგორც ქვეყანა რა რაღაცნაირად რომ ვიღაცა მინისტრის ხუშტურზე პირობითად რაღაცა ვიღაცას დაიჭერ თუ არ დაიჭერ სამბავი იყოს და მის მერე სულ ადამიანებს რაღაცნაირად ნუ მანამდეც პრინციპში ხა ჩემთვის რო გითხრავი მან გასაკუთრებით რაღაც შეცვალა მაშინ შევეჯახე ამას თორე 90-იანებშიც მოხვედრივა პოლიციის განყოფილებაში პოლიციის მე ვცხოვრობდი სტუდქალაქში ბაგების და იქ ვაჟას მეტროდან ხშირად მიწევდა ფეხით გადასვლა და უბრალოდ იქ იმასთან გადასასვლელი ხიდი რო არის ფეხით გადასასვლელი ხიდი იყო მაშინ და იმ ხიდთან სულ იდგა პოლიცია და ანუ აი თავისუფლად შეეძლო შენ დაეჭირე და მე როგორც წესია ძალიან მაღალი სტატისტიკით ხასიათდებოდი ამის განყოფილებაში გადაყვანით შელაპარაკების ნიადაგზე მიხვდებოდნენ რომ ფული არ ქონდა და ვერაფერს ვერ წამართებდნენ დამტოვებდნენ განყოფილების კარებთან და წადი ახლა შენ ფეხით და ისე πως 2 კილომეტრი თუ 3 კილომეტრი მქონდა ფეხით სასიარულო და იყო ალბათობა რომ იქ სხვა პოლიციელი დახვედრილი იყო და ისე წამოეყო არა ბევრჯერ ყოფილა ბევრჯერ ყოფილა მაგრამ ანუ რაღაცნაირად რო ხვდებოდნენ რომ მე პრინციპში ფული არ ქონდა, ვერ წამართებდნენ ერთი და მეორე ვარიანტი ანუ მომენტ ლაპარაკით შემეძლო თან იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდი. ბევრი რაღაც ფილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს მომავალში სადაინიშნება კაცმა არ იცის. ბილიეს თოთხო ფაქტორი მუშაობდა. რა კარგი ფაქტორი ეს სადაინიშნება კაცმა არ იცის. მაშინ მუშაობდა. ხო 90-იან წლებია კაცო, ანუ 2000-იანების დასაწყისში შევარნაძის პერიოდია. და ესეც რაღაცნაირი ის არის, რომ შენ იცი რომ რაღაც პოლიციამ შეიძლება დაგიჭიროს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ანუ როგორც იქ შეიძლება გაგიტაცონ ბავშვობაში. მე უკვე იცი რომ რაღაც მომენტში რომ პოლიციამ შეიძლება ჩვეულება დაგიჭიროს, უნივერსიტეტის ეზოში რამდენჯერ დაუჭერი ვართ სხვა მიზეზით უნივერსიტეტის მიზეზში შემოდგომაზე მაგალითად ეძებდნენ მოსაწევი ხო არ გქონდა 90-იან წლებია სამეგრელოდან ჩამოსული სტუდენტისთვის ვის შეიძლება და ეს არ ქონდა პირობითად და მოასწრებით თუ არა გადაგდებას ამაზე იყო ამბავი და რაღაც ამოგიღებდნენ თუ არ ამოგიღებდნენ და მე როგორ ჩააწყობდი და არ ჩააწყობდი მაგრამ ესეც როგორ გითხრა ანუ რაღაცნაირად ის იყო 90-იანების ბოლოს ცხოვრებისეული გამოცდილება